მამა მაგარია ხო შეიძლება ასე დავარქვათ რომ შიშარა მამა ვარ იმიტომ რომ როგორც სპეციალისტი და როგორც მამა როგორ ფიქრობ სიმკაცრე არის საჭირო შუა იმეცნონ და გაიგონ ერთი რამე რომ თავისუფლება არის რა თქმა უნდა უნივერსალური ღირებულება მაგრამ აუცილებლად ის არის პასუხისმგებლობასთან მიბმული როგორ უნდა მივხვდეთ მშობლები თუ ბავშვს რაღაცა ფსიქიური დარღვევა აქვს ბავშვობაში და დროულმა ჩარევამ თუ შეიძლება რომ ეს პრობლემა გადაჭრას. ბავშვობის ასაკში არის ბევრი შესაძლო რისკი და ბევრი შესაძლო მდგომარეობა რომელიც დროული ჩარევის შემთხვევაში ქრება აბსოლუტურად და არ აისახება მოგვიანებით ასაკში. საიდან უჩნდებათ მოზარდებს განსაკუთრებით ეს აგრესია და რატომ არიან მიდრეკილები ბულინგისკენ? ოჯახზე არის ეს თამაში. ყველაზე უფრო სასტიკი ბავშვები არიან. რაც გარკვეულ ეტაპზე აი ესეთი განს და არა აქვთ. რასაც მე მოძდილობაში ემპათია ქვია, გარემოსაკ ძალიან დიდი როლი ამ შემთხვევაში, რომ აი ამ რაღაცნაირად ასე ვთქვათ, აგრესიას, რაღაცა სწორი მიმართულება მოუძებნონ და რაღაცა სწორი მიმართულებით წაიყვანონ. ხაჭაპური უნდა ჩამოიმერეთში, ასე ვთქვათ, წვადი უნდა ჩამოკახეთში. ნაზუკი სურამ. ნაზუკი სურამში აუცილებლად. ქალაქი მანამდეა ცოცხალი, ვიდრე ვინმეს არ ესიზრება. ბოლოს როდის დაგესიზრათ ქუთაისი. ასეთია მართლა ქუთაისი. ძალიან ქუთაისი, ეს არის ქუთაისი. სრული სახით, აი ვერ წარმოიდგენ ისეთი ქუთაისი. ემოციების დონეზე აი არომატი მოიტანა. აი მე რო ჩემ შვილიშვილებს მოუყვები, რომ ლონდონში თენთა პალატის სპიკერის რეზიდენციაში მე და რეი ფაინსი ერთად ვსვავდით. და თან ეს ჩემი შვილიშვილები რო იფიქრებენ რომ ბაბუმ გარეკა და ამ დროს რო ეს იქნება აბსოლუტური ჭეშმარიტება. სასაცილო კითხვები არის ხოლმე. კი, არის ხო. წელი აცილა, ქალაქი აცილა, დამპყრობელი აცილა. იმ შენობის სახელი აცილა, სადაც ეს ფიგურები, ნუ რა. აუ, კაი იყო ძალიან. ბიჭო, იმ თემებზე ვილაპარაკეთ, ვერ ვჩერდები.